მე ვფიქრობ, ვისაც თავისუფლების ცოცხალი განცდა აქვს, შინაგანი უნდა იყოს გარეთ. ეს არდანებების მარშია, ვისაც ტკივა 9 აპრილი უნდა იყოს ამ მარშზე. 9 აპრილთან დაკავშირებით პირველ რიგში რა მახსენდება? მთელი ბავშვობა დედაჩემი მიკითხავდა გმირთაბარავს, ლევან გოთუას და სულ ფიქრობდი, რომ ნეტაო, რაზეც დედა მიკითხავდა, ისიც საქართველოა და ქვეყანა, რომელშიაც მე ვცხოვრობ, ესეც საქართველოა მითქი. 9 აპრილს ვიგრძენი პირველ რიგში ქართული სისხლის, ასე თქვა, შრიალმა რო დამიარა ქართულმა სისხლმა და რომ ამ მიწას მე არავის დაუთმობდი, რომ ეს ჩემი მიწა, რომ მე ქართველი ვარ. აი სხვანაირი რობაქიძეს აქვს ძალიან ლამაზი შეგრძნება ფრაზა ვიგზენი, რომ იგზენი მთელი არსებით, რომ რაღაც შენ სისხლში ჩაიღვარა, რომ ის ქართული სისხლი, რასაც დედა ჩემი მიკითხავდა, ჩემში აჩხრიალდა, აჩუქჩუქდა და ითხოვდა რაღაცას, კი არა, ითხოვდა არდათმობას, თავისუფლების არდათმობას. კადრი, რომელიც ჩემს გონებაში ამოდის, ყველაზე მეტად მახსენდება, როცა ის ბიჭი უმცეო ჯოხს ურტყავს ტანკს. მაგრამ უმცეობასთან ერთად სიმართლე და თავისუფლების სურვილი არის რაღაც ისეთი რამ, რომელსაც წინ ვერავით არ იცალა, ვერ აღუდგება. ჩემი სახლის კართან მიკრული იყო, რომ ვარ აქციაზე. უკვე აღარ მეგონა ამდენი წლის შემდეგ თუ დამჭირდებოდა კიდევ იმის თქმა, რომ ვარ აქციაზე. რატომღაც მეგონა, რომ ჩემმა თაობამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა, თქვა, ძალიან ბევრი, რომელიც ეხლა ხელისუფლებაშია, იქ იდგა იმ პერიოდში, მაგრამ მოდი თავისუფლება ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი და აკაკი წერეთლისა არ იყოს სამშობლოს ფესვებსო, ცირის გასამაგერებლად და ფესვების გასაძლიერებლად წმინდა მოწამეობრივი სისხლის ესაჭიროება და ასეთი მოწამეობრივი სისხლი იყო 9 აპრილი. და მახსოვს როგორ გაჩნდა აბრამ საქართველოს თავიცნა თავისი 9 აპრილის სისხლიანია ისით. რასაც დღეს იძახიან ეგრეთ წოდებული ჯენსი თაობის მიმართ, იგივე ახლა სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, რეაქციები იყო 9 აპრილს. ესენი როგორ არის ხო საშინელი მიმართვები, საშინელი წამოძახილები, მე სულგანათებული მამაჩემის ნათქვამი მახსოვს, საწოდავი როგორ ბრაზობდა, როგორ მას თვითონ მთლიანად საბჭოთა რეჟიმზე იყო გაზრდილი, როგორ წინდა რომ მე იქ ვიყავი და ვიდექი და არასწორად მიაჩნდა. დაახლოებით ეს სხვა ფორმით, ცოტა ეხლა უფრო, აი როგორ გითხრა, ჩაკლართული ფორმით და როგორ გითხრა, ბინძურეშმაკური ფორმით მიდის ეხლა რაღაც იგივე რეჟიმთან, იგივე რეჟიმი ისევ მოდის. ოღონდ სხვანაირი ფორმით. რა თქმა უნდა, ეს იგივე არასოდეს არ ხდება, იგივე არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ დრო გადის, მაგრამ ფორმის შეცვლით არაფერი იცვლება. მტერი ჩვენივე ცნობიერება და ეს საბჭოთა რეჟიმი, სამწუხაროდ ვაკვირდები, ჩვენი ცნობიერებიდან შორს არ წასულა. ის რეჟიმი ჩვენში ისევ აგრძელებს არსებობას. მტერი არის რაღაც ეთყობა საზოგადოება გარკვეული წლების განმავლობაში ვერ უძლებს აი რაღაც ცვლილებებს. შეიძლება მეც ვერ უძლებდე ძირითადად ამ ცვლილებას, იმიტომ რომ როგორ გითხრა, ყველა ადამიანს გვინდა რაღაც კომფორტის ზონაში ყოფნა, მაგრამ ის რეალობა, რაც ჩვენს ირგვლივ არის, თუ შენ ქართველი ხარ და თუ მართლა სისხლი გიჩქებს, არ გაძლევს გაჩვენების უფლებას. თუ ეხლა ჩუმდები და აბსოლუტურად არ აქვს რეაქცია არაფერზე, რაც ირგვლივ ხდება, მაშინ შენ ეგუები შეუგუებელს. იტყვი რამეს და ნაციონალი ხარ, იტყვი რამეს და ომი გინდა, იტყვი რამეს და მტერი ხარ. ასეთი ფორმით არ შეიძლება ელაპარაკო შენს ხალხს, შენს საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებიც 9 აპრილიდან დღემდე იდგენ თავისუფლების სადარაჯოზე.
ეს არის ამაზრზენი რაღაც, რო ჩაბარდე პირდაპირ და როგორ გითხრა რა, მოდი ახლა ქართულის მასეებლის პოზიციიდან ვიტყვი ერთ რაღაცას. როდესაც ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორი, ეთაობათა შორის ბრძოლას გავიხსენებდა მამების და შვილების თაობას საქართველოში, მაშინდელმა სულ გაყიდულმა ხელისუფლებამ, მე 19 საუკუნის 60-70-იან წლებში ვამბობ, ცოტა უფრო ადრინდაც ვერაფერი მოიფიქრა და ორი ლამაზი ქალბატონი შეურჩია ქართველი რუსეთის იმპერატორს გასართობად. მოდი რა, გვინდა ჩვენ ამდაგვარი მშვიდობა? რა ხელყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული? გვინდა ამგვარი თავისუფლება? მაშინ ბარათაშვილმა რატო ათქმევინა სოფიოსის ან ილიამ ჩვენი თავი ჩვენად ვექვეყუდნესო? რას გვდავასო? მონობას ომი არავის არ გვინდა. ვიცით რომ უზარმაზარი იმპერია ჩვენს წინ, მაგრამ ხوار შეიძლება იქცეს საკუთარი ხალხის, საკუთარი ახალგაზრდების მტრა. ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც პირადად მე ქუჩაში გამიყვანა, როგორ გითხრა, არ ვთქვამს რამე ესეთი საშინელი, მე გაოცებული ვარ ხანდახან, აი ეკლესიის მსახური ხალხიდანაც მესმის ასეთი მოწოდებები, რომ აი ეს თავხედი უზრდელი რაღაც ამნაირი ახალგაზრდობა. მაგრამ მოდი მე შევახსენებ იმ ხალხს, ვინც ძლიერნი ამასოფლისთანი არიან, რა მაგალითი მისცეს ამ ახალგაზრდებს? კომპრომისის? ყველანაირი ღირებულებების დათმობის? აი წაგე უჯუ კუჩექის საუბრის, ხან ასე იტყვი, ხან ისე? აი რას ვაძლევთ ამ ახალგაზრდობას ღირებულს? გადარჩენა ქვია ამას? მე 17 საუკუნეში როგორც აკაკი ბაქრაძე აკეთებს ანალიზს, საქართველოს ორი მეფე ყავდაო, ლუარსაბი და სვიმონიო. სვიმონო 25 წელი იმეფაო, მაგრამ გამებთა სმაჭამა ხიზილბაშური, ქცევა ხიზილბაშური ფაქტურად გადაუგვარდით. გვინდა ასეთი ცარიელი მშვიდობა, ცარიელ სტომაქით? რაღაცა უკუღმარო დატრიალდეს ყველაფერი. რაღაც ამდაგვარი ხდება. მე აწიც არ მავალ ვარ, რომ რაბედიელი შემომავალ. ამ ახალგაზრდებს, რომელსაც სკოლაში ვასწავლი, რა ენაზე ველაპარაკო? როცა ილიას უხსნი, როცა ბარათაშვილს უხსნი, როცა ვაჟას უხსნი. მაშინ გაგვარკვიონ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. არ შეიძლება ქართული დროშის დარებისთვის ქუჩაში ახალგაზრდას ზემო. ქუჩის ბოლომდე ზდიო ამის გულისთვის. ძალიან ბევრი ჩემი მეგობრის შვილია. ჩემი შვილია. იმ ხალხის შვილია, ვინც 9 აპრილს იქ ვიდექით. ზოგის შვილი და ზოგის შვილიშვილი. რუსეთის იმპერატორს ეხლა რომ მოვიყვანე მაგალითი, არ მოუთხოვია რომ გინდა თუ არა ქართველმა ორმა ლამაზმა ქალბატონმა ჭყალებში მიმასმინძლოსო. იმდენად ვიქეცით მონება ჩვენ, რომ აი რომ ფეხები რომ წესად გვექცა მუხლებზე ხოხვა, რომ განვერთხით ჩვენივე დამპყრობლის წინაშე ფეხებთან და გადარჩენას ისევ ჩვენს ეროვნულ ენერგიას ვხედავ, ჩვენ შინაგან განახლებაში ვხედავ და რა თქმა უნდა მაინც ევროპასთან. როგორც ილია ბრძანებდა, ვიდრე ძეშენი არ გაირკვევს ზოგად ცხოვრებას და მცნების მადლით ზიაზიდულ ამაღლებული, ჩქუით არ განჭვრეთ საზოგადო ცხოვრების დენას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ნეჩვეულებებით შევუერთდეთ მოცინავე კაცობრიობას და მოცინავე კაცობრიობა ჯერჯერობით ევროპაა და ჩვენი მეობა, ჩვენი ზნეობა, ჩვენი ტრადიციები ჩვენმე უნდა დავიცვათ.